სამყაროშლობის სამეგობრებო, თქვენ მოხვდით ტაროს ხელოვნების გვერდზე, ჩემი სახელია მარია და დღეს ვექნება საჯარო გაშლა თემაზე, თუ რა არის ის გარემოება, ფაქტორი, ქმედება, რომელსაც თქვენ ვერ აცნობიერებთ ცხოვრების ამ მომენტში და შესაძლოა ამის გამო თქვენ თქვენს გარშემო მყოფებს აყენებთ ზიანს. რა არის ის, რასაც ვერ აცნობიერებთ, ხო? რა არის ის გარემოება, ფაქტორი, რომელსაც ვერ აცნობიერებთ და საჭიროებს გაცნობიერებას. ორი ვარიანტი გვექნება. პირველი ვარიანტი, რა არის ის, რასაც ვერ აცნობიერებთ? მეორე ვარიანტი, რა არის ის, რასაც ვერ აცნობიერებთ და ამის გამო ზიანს აყენებთ სხვას. აი, მგონია ესე უფრო კარგად ჩანს ვარიანტები. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. რა არის ის, რასაც ვერ აცნობიერებთ, რის გამოც შესაძლოა სხვას აყენებდეთ ზიანს. მოდი სიგნიფიკატორად ავირჩიოთ. პირველი ვარიანტისთვის ასეთი კანკარა, ყავისფერი და მეორე ვარიანტისთვის იყოს კვარცის კანკარა. ამოვირჩიეთ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი და ჩვენ დავიწყოთ გაშლა. რა არის ის, რასაც ვერ აცნობიერებთ და შესაძლოა ამის გამო ზიანს აყენებდეთ ამ თქვენი ქმედებით სხვას. ანუ რისი გაცნობიერება უნდა მოხდეს. პირველი ვარიანტი, ვინც ასეთი წითელი კანკარა აირჩიეთ, ნახოთ, რა უნდა გააცნობიეროთ ახლა. რა არის ის, რასაც ვერ აცნობიერებთ, პირველი ვარიანტი. პირველი ვარიანტი. ის, რასაც თქვენ ახლა ვერ აცნობიერებთ. არის თქვენი ქმედება, რომელიც მუდმივად მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ ვერასოდეს ახერხებთ მიიღოთ გადაწყვეტილება. მუდმივად არეულობაა თქვენ თავში, მუდმივად დაბნეულობაა. სხვა შეყურებთ თქვენს ნაცვლად რაღაც გადაწყვიტოს, ან სამყაროს შეყურებთ თავისით მოახდინოს მოვლენები. თქვენი პრობლემა არის ის, რომ თქვენ არ იღებთ გადაწყვეტილებებს, ან ვერ იღებთ გადაწყვეტილებებს და ამით სხვას შეიძლება უქმნით ძალიან დიდ კრიზისულ სიტუაციებს და მომენტებს ცხოვრების სხვადასხვა მომენტში. ამოგდით შვიდიანების თასები, ხედავთ ხო, როგორ იყურება ეს პიროვნება, თითქოს თავის ზავე საყურეზე არის წამოგებული, ხო? იმიტომ რომ იმის გამო, რომ გადაწყვეტილებას ვერ იღებთ, ხანდახან თქვენს ნაცვლად მიღებული გადაწყვეტილებები სხვადასხვა ხაფანგში გრევთ, რაც რეალურად თქვენი არ არის, ხო? ანუ რა სიტუაციასაც გამოედებით, იმ სიტუაციაში ხვდებით. ზოგჯერ გიმართლებთ, ზოგჯერ არ გიმართლებთ, ეს უკვე სხვა ამბავია, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ უნდა ხდებოდეს თავისით, ხო? თქვენ ტოვებთ პროცესს. აი ეს არის თქვენი ამჟამინდელი გაუცნობიერებელი ნაწილი, რასაც ვერ ხვდებით და რითაც თქვენ ზიანს აყენებთ სხვა ადამიანებს. მოდი კიდევ უფრო მეტად ჩავურმავდეთ. მეორე ბოდიში პირველი ვარიანტი, რა არის ის ქმედება, რომელსაც ვერ აცნობიერებთ და რეალურად ამით სხვებს შეიძლება ზიანს აყენებდეთ. პირველი ვარიანტი, ჩვევიათ ასეთი რაღაცეები. თქვენ იტყუებით, რომ რაღაცეები მუდმივად ფეხებზე გკიდიათ, არ გაინტერესებთ, მაგრამ რეალურად შეიძლება ძალიან გაღიზიანებდეთ. ეხლა რატო არის ეს მაინც და მაინც ის, რომ ადამიანს ამითი თქვენ ზიანს აყენებთ? პირველ რიგში, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ადამიანები განიცდიან იმ ფაქტორს, რომ როდესაც ცდილობენ გაჩვენოთ, რომ რაღაცა გარემოებას ტკივათ, რაღაცა გარემოება აწუხებთ,
თქვენ თავს აჩვენებთ, რომ ეს ფეხებზე გკიდიათ არ გაინტერესებთ, მეორეს ხელს სხვაგან იყურებით, მაგრამ რეალურად ამას განიცდით ხო შინაგანად. თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ეს არის თავდაცვითი მექანიზმი, რომ სხვას რაღაცას ცუდად არ უთხრათ, მაგრამ რეალურად ამით უარეს აკეთებთ, ხო? ხანდახან კონფლიქტი საჭიროა ხოლმე, ოჯახისაღი კონფლიქტი, არ გულისხმობ მაინც და მაინც ყვირილს, ჩხუბს აქ, ხო? გარდა ამისა, ყოველთვის შეიძლება ადამიანს სთხოვო საუბრის გადავადება, სანამ არ მოხდება დამშვიდება. თუმცა ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ ადამიანს ვაჩვენებდეთ, რომ აი მე ფეხებზე მკიდია, ხა შენ რას ფიქრობ, რა გაწუხებს და მოდი რა ეხლა მზას გავაგრძელებ. ეს არის თქვენი ქმედებები, რომლითაც თქვენ ვერ ხვდებით, მაგრამ ზიანს აყენებთ მეორე ადამიანს. რჩევა რა იქნება თქვენთვის? რჩევა რა იქნება თქვენთვის პირველი ვარიანტი? რჩევა მდგომარეობს იმაში, რომ პატარა ბავშვივით მოქცევის ნაცვლად პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე, საკუთარ ქმედებებზე და საკუთარ გადაწყვეტილებებზე. იმიტომ რომ თქვენ შეგიძლიათ რეალურად თქვენ თვითონ გადაწყვიტოთ, როგორი ცხოვრება გინდათ, ვისთან გინდათ ურთიერთობა, ვისთან არ გინდათ, როგორ გინდათ და ასე შემდეგ. რასაც რეალურად არ აკეთებთ და შეფარულ პოხუიზმში ფარავთ, ხო, როცა რეალურად გაინტერესებთ, ხო, ეს არ არის, რომ ნამდვილად გკიდიათ ფეხებზე. ეს არის, სადაც უბრალოდ თავს არიდებთ ძალიან ბევრ რამეს, თავს არიდებთ ქმედებებს, გადაწყვეტილებებს, პასუხისმგებლობებს და ასე შემდეგ. თქვენთვის რჩევა მდგომარეობს იმაში, რომ აიღეთ სადავეები ხელში, იმიტომ რომ თქვენ შეგიძლიათ, ეს არის ხმლების მეფის ენერგია, უკაცრავად კვერთხების მეფის ენერგია, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები და შესაბამისად საპასუხო დაფიჭები გადადგას სიტუაციებისადმი, რასაც თქვენ არ აკეთებთ სამწუხაროდ. როცა იტყვით, რომ ეს ჩემია, მე ასე მსურს, მე ასე მინდა, ეს უნდა იყოს გასაგები. ეს ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც ეგოისტურად გამოგივათ ან რაიმე მსგავსი, პირიქით, ამით ძალიან ბევრი პრობლემას კი შეიძლება გადაჭრათ სხვათა შორის. მადლობა სიხდით პირველი ვარიანტი ყურადღებისთვის. მე გადავალ მეორე ვარიანტს. მეორე ვარიანტი. ვინც აირჩიეთ ესეთი ვარდისფერი კვარცის კანქარა. რა არის თქვენი ქმედება, რომელსაც ვერ აცნობიერებთ და შესაძლოა ამით სხვა ადამიანს აზიანებთ? მეორე ვარიანტი. პენტაკლების მეფე. ძალიან მომთხოვნი ბრძანდებით მეორე ვარიანტი. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც კი ბატონო შეიძლება ბევრი გამოცდილება ქონდეს, ბევრი გავლენა ქონდეს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან აგრესიული ხართ და ხანდახან არ აფასებთ სხვის შრომას. თითქოს ვცდილობთ, რომ მუდმივად საკუთარი ავტორიტეტი დაამტკიცოთ და აჩვენოთ და უარს ამბობთ სხვის ღვაწლზე აღიარების. ამავდროულად ყოველთვის მართლობის კომპლექსი გაქვთ, ამას ვიტყვი და ეს ყოველთვის მე ვარ მართალი პოზიცია, რა თქმა უნდა, რომ დამაზიანებელია სხვა ადამიანებისთვის, იმიტომ რომ აზიანებთ ამით სხვათა შორის საკუთარ თავსაც, იმიტომ რომ უარს ამბობთ განვითარებაზე. არ არის სირცხული აღიაროთ შეცდომები. არ არის სირცხული, რომ რაღაცა გეშლებათ, ხო, შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს. შეცდომების დაშვების გარეშე ჩვენ ვერ განვითარდებით, ხო, შესაბამისად ხანდახან კარგი იქნება თუ აღიარებთ, რომ შეიძლება რაღაცაში შეცდით. არ ტეხავს სირცხული არ არის, გააკეთეთ ეს უბრალოდ. ვიცი რომ არ არის მარტივი თქვენთვის, მაგრამ საკუთარ თავზეც კი თავის მოჩვენება ისე რომ ყოველთვის მართალი ხართ, ეს რა თქმა უნდა არასწორია. ნახოთ კიდევ რა არის მეორე ვარიანტი, ის რა ქმედებებსაც ახორციელებთ და შეიძლება რეალურად ამითი თქვენი ზიანს აყენებდეთ სხვებს. არ უფიქრდებით მეგობრებო თქვენი გადაწყვეტილებების შედეგებს. რამდენადაც შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება, იმდენადვე არ ფიქრობთ რა მოყვება
თქვენს ქმედებას, რასაც აკეთებთ. თქვენ შეიძლება ვერც კი იაზრებდეთ ამას, რამხელა რაღაცეების გამოწვევა შეუძლია ადამიანში და ამავდროულად ვერ აცნობიერებთ იმას, რომ თქვენ ხართ აი როგორი ადამიანი, იცით ამ მომენტში, როგორი ქცევა გაქვთ ამ მხრივ, ხო, რასაც ახლა მე ვსაუბრობ. თითქოს ვიღაცამ დაგაპროგრამათ ასე, ჩაგიდოთ, რომ ეს უნდა იყოს, მაგრამ ეს თქვენი აზრი არ არის. უბრალოდ გგონიათ, რომ ეს არის ყველაზე მარტივი და всё. ყველამ ესე უნდა იაზრავნოს, ყველამ ესე უნდა იფიქროს და თავისი აზრი არავის არ უნდა გააჩნდეს ან არ გააჩნია. რაღაცა როგორც სხვა ადამიანები ყავთ ზომბებად აღქმული, ისე ყავთ საკუთარი თავიც. აქ არ არის მარტო რომ სხვას უყურებდეთ ზემოდან. თქვენ თავს არ სცემთ ჩემო ძვირფასებო პატივს და საკუთარ თავს განვითარების საშუალებას არ აძლევთ. ამით მე ზუსტად ორ რაღაცას გეტყვით, როგორც სხვას არ აყენებთ ამით თქვენ ზიანს, რომ თითქოს ყველაფრის მცოდნე გგონიათ თავი. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, საკუთარ თავსაც, იმიტომ რომ ვერ ვითარდებით ამ პოზიციაში. რჩევა რა იქნება თქვენთვის მეორე ვარიანტი? რჩევა მდგომარეობს იმაში, რომ თუ რამე კონკრეტული მიზანი გაქვთ, ადექით და მისკენ იარეთ, ოღონდ ისე, რომ აი განა ისე, რომ ჯიუტად მიაწყვეთ, ხო, საკუთარ პოზიციას, რომ იქნიდა თუ არა მე ვარ მართალი, ხო? ადეკვატური ფორმებით დაამტკიცეთ თქვენი სიმართლე და ესე რომ ვთქვათ, რაღაცა გამოიყენეთ, ხო, ეს თქვენი ხასიათი ცოტა უფრო სასარგებლო რაღაცეებში. მაგალითად, ვინმეს დაცვაში გამოიყენეთ ეს, ხო? ძალიან კარგი იქნება ასევე, თუ გექნებათ ისეთი ტიპის პარტნიორობა, სადაც თანამოაზრეები გეყოლებათ, ოღონდ უფრო ადეკვატური, ის დაგეხმარებათ ხანდახან შეაფასოთ ისე რომ ვთქვათ, სხვადასხვა საკითხები, ხო? მარტო თქვენ თავზე კი არ აიღოთ სიტყვაზე სხვადასხვა პასუხისმგებლობები და საქმეები. იმიტომ რომ აქ იმის პრობლემაც რა ვთქვით თქვენ, რომ პასუხისმგებლობების განაწილება გიჭირთ, ყველაფერს თქვენ თავზე იღებთ. გუნდი შექმენით თქვენი, ვინც სხვადასხვა საკითხებში დაგეხმარებათ ადეკვატურად, როცა რაღაცაში დახმარება გჭირდებათ და ცოდნა არ ყოფნით, გამოცდილება არ ყოფნით, ან უბრალოდ რაღაცას ისე ვერ აკეთებთ და გრძნობთ, რომ რაღაცა ისე არ არის, ანუ გააზიარეთ ეს, ხო? და მოიშველიეთ ისეთი ადამიანები, ვინც ამაში დაგეხმარებიან. რა თქმა უნდა, ადამიანები იმისთვის ვართ, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ. შესაბამისად, თქვენს ეს გჭირდებათ, მარტო კი არიაროთ ამ გზაზე და ყველაფერს მე ვიზავ, ყველაფერს ჩემით ვიზავ მდგომარეობაში. არამედ გააკეთეთ ეს გუნდთან ერთად და საქმეები გაანაწილეთ. რა თქმა უნდა, დააფასეთ მათი შრომაც და არ გქონდეთ ყოველთვის, რომ აი მე მდგომარეობა, ხო, მარტო მე ვარ, მარტო მე ვაკეთებ პოზიცია. აი ამის თქმა უნდა და ახლა სამყაროს თქვენთვის ჩემო ძირფასებო. მადლობა სიხდით ყურადღებისთვის. მეორე ვარიანტი. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება. გამიხარდება თუ გადააზიარებთ კიდევაც, იმიტომ რომ ეს ეხმარება ჩვენს არხის განვითარებაში. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მომმართოთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში. მე კი დაგემშვიდობებით, დროებით, აბა თქვენიცით.